გუშინ გახდით ბათუმში, ბათუმელების ნათგაზეთის რედაქციაში, თქვენ იცით, რომ კოალიცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს ქალბატონი მზია ციხეშია უკვე 16 დღის განმავლობაში შიმშილობა აქვს გამოცხადებული ციხეში, შიმშილობა რეგისტრირებულია, თუმცა ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი არ ვიცით და ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან უბრალოდ საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, უფრო მეტიც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ პენიტენციალური სამსახურის ჩართულობით და მხარის ჩართულობით, მზიას მხარის ჩართულობით მას იცავს საია ძალიან კვალიფიციურად მოახდინოს ფორმირება ეგრეთ წოდებული კონსილიუმის, რომელიც ყოველ დღე ხას უსვამ ყოველ დღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე მივუბრუნდები მისი იქ ყოფნის სამართლებრივ საფუძვლებს, მაგრამ ამ წუთში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ქალბატონი მზიას გადარჩენა. მზია არის გამორჩეული პატრიოტი და უმაღლესი კლასის პროფესიონალი. იგი არ შიმშილობს იმიტომ და მე მასთან შეხვედრის შემდეგ შემიძლია ეს განცხადებები აბსოლუტურად გამბედავად და გულწრფელად გავაკეთო. ქალბატონი მზია არ შიმშილობს იმიტომ, რომ ითხოვს შეღავათებს. ქალბატონი მზია შიმშილობს იმიტომ, რომ ებრძვის ამგვარად უსამართლობას. მას უსამართლობასთან ბრძოლის სხვა მეთოდები ამ წუთში წართმეული აქვს და იყენებს იმ მეთოდს, რომელიც სახელმწიფომ ფსევდომთავრობამ თვითგამოცხადებულმა მას დაუტოვა. ბოლოს როცა მე ის ვნახე, იყო მე-12 დღე შიმშილობის, იგი თავს გრძნობდა მხნედ, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო. ეს არის ურთულესი პროცესი, შეიძლება 16, 17, 20 დღე ადამიანი გრძნობდეს თავს ნორმალურად, მაგრამ 21 დღეს ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, ან კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დავდგეთ. ვიმეორებ კვლავ, ჩვენ არ გვაქვს რეალური ცნობები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვკითხავთ იმის მიხედვით ადვოკატი რომ შევა ის როგორ ასე ვთქვათ მასრა შთაბეჭდილება დარჩება მზიას ჯანმრთელობაზე. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ წამების შესახებ კონვენციის დარღვევა და რატო საუბრობ მე წამებაზე? იმიტომ რომ მზია არის წამების და არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. თუ ვინმე არიცის მზიას მონაყოლით და მისივე თანხმობით კვლავ გავიმეორებ რა მოხდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ. დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია, მას შეაფურთხა სახეში და ჰქონდა თავდასხმის რამდენიმე მცდელობა და უბრალოდ პოლიციელებმა გაარიდეს იქ მყოფმა პოლიციელებმა. ამის შემდეგ ქალბატონმა ამაღლობელმა მოითხოვა შაქრის დონე მაღალი აქვს სისხლში, მე ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებსაც ვამხელ მისი თანხმობით, რა თქმა უნდა, ისე ამას არ გავაკეთებდი და არ შეიძლება მან განსაკუთრებით ნერვული აღელვების დროს წყალი არ მიიღოს. გებუაძის მითითებით მას 1 საათის განმავლობაში არ მისცეს წყალი. შეგნებულად და ხაზგასმულად პირდაპირ მან უთხრა პოლიციელებს, რომ არ მიუტანოთ წყალი. და ამის შემდეგ მან მოითხოვა ბოდიში თქვენთან დეტალისთვის საპირფარეშოში გასვლა და 4 საათი მას არ უშვებდნენ საპირფარეშოში. ეს ყველაფერი იძლევა წამების და არაადამიანური მოპყრობის დასრულებულ შემადგენლობას. ნუ გეგონება, რომ წამება ფრჩხილების დაძრობაა ან რა ვიცი, ადამიანისთვის რაიმე სხვა ტიპის მძიმე დაზიანების მიყენება. ეს, რაზეც ჩვენ საუბრობთ, არის წამების დასრულებული შემადგენლობა. ამას გარდა 4 საათის განმავლობაში მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა შეხვედროდა საკუთარ ადვოკატებს. ადვოკატები იდგნენ ამ დროს პენიტენციალური დაწესებულების კარებთან და მათ უბრალოდ არ უშვებდნენ. ესეც პროცესუალური დარღვევა იმგვარი, რომელიც იძლევა მისი პატიმრობის უკანონობას და მოპოვებული ნებისმიერი დოკუმენტის უკანონობას. თავი რომ დავანებოთ ფორმალურ მხარეს შინაარსობრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა არის სრული აბსურდი. მას არათუ დანაშაული არ ჩაუდენია, მის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული და მისი სილა გებუაძეს
არის გაწნული სილა უსამართლობას და რეჟიმს და ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება მზია ამაღლობელს ამ სილაში. დიახ, ყველანი ვუერთდებით მას ამაში. დებუაძეს მინდა პირდაპირ მიმართო. ქალის მიერ გაწნულ სილაზე ის რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი, არც მისი შიმშილობა და ხმა არ დაგიძრავს და პროკურატურისთვის ისიც კი არ გითქვამს რომ ამის გამო არ გაუშვათ ის პატიმრობაში, ამის მერე გარდა დამნაშავისა ხარ არაკაცი. მე მინდა მივმართო ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრებს, ისინი ჩადიან ყოველდღიურად დანაშაულს მზიას ამგვარი მდგომარეობის გამო და დროზე მოეგონ გონს და პენიტენციალური დაწესებულების უпростоრეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც იგივე მინდა ვურჩიო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს ბატონ კაციტაძეს დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს სამარცხვინო უკანონო სასამართლოს მაგრამ მაინც შევძლოთ და მივმართოთ სასამართლოს და მასე ბოლომდე განვახორციელოთ საზოგადოებრივი ზეწოლა რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით ამისთვის საჭიროა დროზე იქნეს გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება ასევე პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებების და ყველაფრის გარეშე შეუძლია რომ თავად გააკეთოს ეს და მოუწოდებ რომ ეს გააკეთოს საქართველოს პროკურატურამ რომ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს პირველ რიგში და ასევე კანონიერების და სამართლიანობის პრინციპები იქნეს დაცული. დღეს 5 საათზე ზიას კოლეგები აწყობენ აქციას პროკურატურასთან. მე აუცილებლად მივალ როგორც დამსწრე ერთ-ერთი ამ აქციის და ყველას მოგიწოდებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მზიას თავისუფლება. ყველას მოგიწოდებთ მივიდეთ დღეს პროკურატურასთან 5 საათზე. მე შეგნებულად არა დაბეჭდილი ბანერი გამოვფინე ახლა აქ და არა განსაკუთრებულად რაღაცა შესრულებული, არამედ ხალხის მიერ გაკეთებული აქციაზე ვითხოვე ეს ბანერი და წამოვიღე დღეს ჩავწერე მე-16 დღე ხალხის ხმა გეუბნებათ ამას თავისუფლება მზია ამაღლობელს ის არის სინდისის პატიმარი და ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია მინდა გითხრათ რომ მთელი ჩემი ოჯახი როგორც ჩემ დროს იყო ჩართული და მე ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ მოგეხსენებათ ყველა მათგანი ზუსტად იგივე ნაირად არის ჩართული მზიას გათავისუფლების საქმეში რა გამოცდილებაც მათ აქვს ჩემთან დაკავშირებით დაგროვილი ფელამ გამოცდილებას მოვახმართ მზიას გათავისუფლებას და ახლა უკვე მეც დავემატე ამ ამბავს სადაც არ იქნება საჭირო რკინის ქალამნებით ვიბლით მივალთ და ყველაფერს ვიზავთ რომ მზია გათავისუფლდეს მიმართვა განხორციელდა ყველა ორგანიზაციაში რომელსაც გადამწყვეტი ხმა აქვს ჟურნალისტების დაცვაში ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი Amnesty International article 19 ამ 19 მუხლი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი PEN America ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია ცენზურის ინდექსი და ასე შემდეგ თუ ვინმე დარჩა მათაც მივმართავთ 17-მა ორგანიზაციამ უკვე გააკეთა განცხადება და კიდევ უფრო მეტი გააკეთებს განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო გამკაცრდება მზია ამაღლობელი უნდა გამოვიდეს გარეთ დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ მის უდანაშაულობაზე იმაზე რომ ის უბრალოდ შეუძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ან რომელიმე თუნდაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტი იყოს თავისუფლება მზია ამაღლობელს ვაკეთებთ ყველაფერს კოალიციაც სხვა პოლიტიკური აქტორებიც განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი პირველ რიგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და დიდი მადლობა მათ ამისთვის და რაც მთავარია ჟურნალისტები ახლა უნდა ვაჩვენოთ რომ საზოგადოებაც აქაც მთავარი აქტორია საზოგადოება აქაც ყველაზე უფრო გადამწყვეტ სიტყვის და მზიას ყველანი ერთად მიუხედავად ჩვენი სტატუსის მდგომარეობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა ყველანი ერთად ვიდგებით ამ ქალის ინტერესების სადარაჯოზე ქალის რომელიც
2 დეკადაა და უფრო მეტია გვემსახურება ყველას ჩვენ, რომელსაც შექმნილი აქვს უნიკალური და ძალიან წარმატებული მედია და ბოლოს აუცილებლად მინდა ვთქვა მზიას გარეშე მის მედიას, ნეტგაზეთს და ბათუმელებს გაუჭირდება მათ შორის მატერიალურად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად ამ ძალისხმევასაც არ დავიშურებთ და არ მივცემთ შესაძლებლობას რეჟიმს მზიას დაპატიმრების მეშვეობით დააზიანოს მისი უნიკალური მედია საშუალებები. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აქ მყოფ ყველა ჟურნალისტს მიუხედავად იმისა, რომელ არხზე მუშაობს, მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ მზიას დაუდგეთ გვერდით.